სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის დიდი ხუთშაბათი. დღეს არის საიდუმლო სერობის დღე, ზიარების დაწესების დღე, პირველად როდესაც მაცხოვარმა თავისი მოწაფეები აზიარა თავის უხრწნელ სისხლსა და ხორცს. და რამდენჯერაც მიიღებთ ამასო, ჩემს მოსახსენებლად მიიღეთ. და სამადლობელად, ესე იგი, ევქარისტია სამადლობელს ნიშნავს და ჩვენ რამდენჯერაც ვეზიარებით, იმდენჯერ უნდა, ესე იგი, გვახსოვდეს, რომ ეს არის ქრისტეს მიერ ჩვენთვის, ჩვენს საცხოვნებლად დაღვრილი სისხლი და ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცა. ჩვენ მადლიერებით უნდა ვღებულობდეთ ამას. სიმდაბლით უნდა ვღებულობდეთ, არა დამსახურებისამებრ და არა ესა უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ ახლა ეს დავიმსახურეთ, რომ გვაზიარებენ. ზოგჯერ ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ მე ვისაც არ ჩავთვალე ჩემი თავი, რომ ვზიარებოდი. ვინ იცის, ზუსტად მაშინ არის ღირსი, რომ ეზიაროს. და როცა ღირსად ჩათვლის თავს, მაშინ არ უნდა მიეკაროს. რატო? იმიტომ რომ მე წარმოიდგინეთ, აი ადამიანში რამხელა ცდომილება უნდა იყოს, რომ ღირსად ჩათვალოს თავი, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიაროს. როდესაც მღვდელი ბარძიმს გამოაბრძანებს, ამბობს, შიშითა, ღვთისათა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით. ნახეთ, ღვთის შიშით მოდით. იმიტომ რომ ამხელა საიდუმლოს ეზიარებ და რწმენით მოდი, რომ ეს ის არის, რასაც ეზიარები, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცია და სიყვარულით მოდი. და აქ არ არის არსად ნათქვამი, რომ შენი იგი დამსახურებებით მოდი, აი რაღაცა ამ დაგვარი. იმიტომ აი დღეს პავლე მოციქულის სიტყვები ამოვიკითხეთ, რომ ვინ რომელმაც გამოიკითხოსო თავითვისიო, ის უნდა ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ვინც არ გამოიკითხა თავითვისი, არ ნანობს თავის სოდებს, ის თავისი თავის დასაჯელად წამს და სვამს. და მოვალეო ქრისტეს ხორცისა და სისხლის წინაშე. ესე იგი, ვინც არასწორად ეზიარება. ზიარება მაცხოვნებელია, მაგრამ სწორად მისვლა საჭირო ზიარებამდე. აი სწორედ დღევანდელ დღეს პირველად მაცხოვარმა თავის მოწაფეებს მისცა თავისი უხრწნელი სისხლი და ხორცი და ამასთან ერთად მაცხოვარმა აიღო საბანელი, ჩამოუარა თავის მოწაფეებს და ფეხი დაბანა. პეტრე მოციქული ეუბნება, ახლა წარმოიდგინეთ, რომ უკვე ხვდებიან ნელ-ნელა, ბოლომდე ვერ იაზრებენ, მაგრამ ხო ხვდებიან, რომ ეს ადამიანად მოსული ღმერთია და ესე იგი, ფეხების დასაბანად მოდის შენთან და მე შენ ამას ვერ იღებ. ამასაც სიმდაბლე ჭირდება და პეტრე მოციქულთან როდესაც მივიდა, პეტრე მოციქული ეუბნება, რომ არ დამბანო ფეხებსო და უფალი ამბობს, ეუბნება, თუ არ დაგბანო, მაშინ წილი არ გექნება ჩემთან. და პეტრე მოციქული იცით როგორ უყვარდა, როგორ გულხურვალედ უყვარდა უფალი და ამ სიტყვებში ჩანს, რომ მაშინო თუ ასეაო, ხელებიც და თავიც დამბანეო. და უფალი ეუბნება, არა, განბანიოსო, დაბანო აღარ ჭირდება, ანუ აქ იგულისხმება, რომ მოციქულები ხო მონათლულები არიან და მაგას აღარ ჭირდება დაბანო. არამედ მხოლოდ ფეხსო და როდესაც ფეხი დაბანა, დაჯდა და ეუბნება, რომ იცი თუ რა გავაკეთეო, თქვენო მოძღვარს და უფალს მიწოდებთო და მე მართლაც ვარო თქვენი მოძღვარი და უფალიო და თუ მე დაგბანეთო ფეხიო, თქვენც ერთმანეთს უნდა ფეხი დაბანოთ. და არ არისო მოვლინებულიო თავის მომავლინებელზე უფრო მეტიო და არ არის მოციქულიო თავის წარმგზავნზე უფრო მეტიო. მონა არ არისო ბატონზე მეტიო და ნეტარნი ხართ, ბედნიერი ხართ თუ ამას მიხვდებით და გააკეთებთ. ანუ რა უთხრა, რომ მე უფრო მეტი ვარ თქვენზე, მაგრამ მე უფრო მეტმა დაგბანეთ თქვენ ფეხი და თქვენ ერთმანეთის ძმები ხართ და ერთმანეთს ფეხი უნდა დაბანოთ.
Zeghan sanam დაიწყებოდა მსახურება ვკითხულობდი პატერიკებიდან პატარა ეპიზოდები იყო და ერთი ასეთი იყო რომ ორი ძმა, ორი ბერები გაგზავნეს მონასტრიდან თავისი ხელობის გასაყიდად, ესე იგი მონასტერში ასე ხდებოდა ხოლმე, რომ ან კალათებს გააკეთებდნენ, ან ფინიკის ტოტებისგან თოკებს წნავდნენ რაღაცას და ამით ირჩენდნენ თავს და ამ ბერებმა წაიღეს ეს ქალაქში გასაყიდად და ამ ორიდან ერთი ცოდვით დაეცა და ძალიან უმძიმს ახლა მონასტერში დაბრუნება და მეორემ გაიგო ეს ამბავი და ქალაქიდან ის ვერ ბრუნდება და მივიდა და ეუბნება რომ ძმაო მეო ესა და ეს ცოდვა ჩავიდინეო მეც ესე ვარო შენ დღეში ვარო და წამოდიო დაბრუნდეთო წინამძღვართან მივიდეთო და შენდობა ვითხოვოთ არადა მას არ ჩაუდენია რომ შენდობა ვითხოვოთო და ახლაც მივიდნენ და ორივე მithხოვეს შენდობა და ორივეს ერთნაირი სასჯელი ეპიდემია დაადეს და იმანაც ვინაც არ ჩაიდინა ცოდვა იტვირთა ეს სიცხვილიც და ეს სასჯელიც რომ გაცხადა მათი ეს ცოდვა და შემდგომ ერთ-ერთ ბერს ამ მონასტერში გამოეცხადა ღვთისგან განეცხადა რომ იმ არ შემცოდე ძმის სიყვარულის გამო ეპატიაო იმ მეორე ძმასაც ეს ცოდვა და აი ეს არის მაცხოვრის სიტყვების აღსრულება რომ თქვენც ერთმანეთს ფეხი უნდა დაბაროთ ესე იგი კი არ უნდა იუკადრისო არამც თუ არ განიკითხა მან არამედ აი მართლაც გაიზიარა მისი ტკივილი რა ტკივილიც ჰქონდა ამ ცოდვის შემდეგ და ისე მოექცა რომ ესე იგი გამოიყვანა ამ ცოდვიდან თუნდაც იმის ხარჯზე რომ მასაც სირცხვილი ანას სირცხვილი ჭამა ესე იგი ეგრე არ გამოვიდა ან იყო კიდე ასეთი შემთხვევა ალექსანდრიის პატრიარქ მოწყალე იოანე მოწყალის დროს ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი მოძღვარი ვიტალი ერქვა მამა ვიტალი და ეს შრომობდა იქ და 12 სპილენძის მონეტას იღებდა დღეში ერთ თავისთვის ხარჯავდა დანარჩენი 11 მიდიოდა სამეძაო სახლებში და ეუბნეოდა დაუშვათ იქ რომელიღაცა ახალგაზრდა ქალს ეთქოდა აიღე შენ ეს 11 მონეტა და ამაღამ შენ სულთად გაატარე წმინდად გაატარე ეს ღამე თვითონ კი დადგებოდა და მთელი ღამე იმავე სახლში ლოცვაში და ფსალმუნებაში ატარებდა და ზოგჯერ სინდისისგან მხილებული ეს რომელიღაცა ახალგაზრდა ქალი თავადაც მოიდრეკდა მოხსდა მასთან ერთად ლოცულობდა რომ ხედავდა რომ ის მოწყარი მას ნათლის აკეთებდა ეს ბერი იყო ეს ვიტალი და ესე იგი ხალხი დასცინოდა მას და ეუბნეოდნენ რომ შენ დაოჯახებული ყავი მაინც რომ ამ ცოდვაში არ ჩავარდნილიყავი ხალხი ვერ იგებდა თვითონ კი არ ამბობდა არაფერს მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ მისი აი ამ ღვაწლით აი ამ ყოველდღიური ღვაწლით მრავალმა ადამიანმა მონასტერს მიაშურა იმ სამეძაო სახლიდან მრავალმა ოჯახი შექმნა მრავალმა მიატოვა ეს ცოდვა და პატიოსანი შრომით ისჩენდა თავს თუმცა რაში იყო საქმე კაცმა არ იცოდა მარტო ეს ღმერთმა იცოდა და მამა ვიტალიმ იცოდა მეტი არავინ არ იცოდა და ერთხელ როდესაც ერთ-ერთმა ახალგაზრდა კაცმა საყვედური მისცა და ხელიც კი შემოარტყა ესე იგი უთხრა რომ შენო ამან ახლა თქმა უნდა სულიერი კაცია და ასე კი არ უპასუხა თვითონაც მისნაირად არამედ უთხრა რომ შენო სილას მიიღებ და მართლაც ეს კაცი ჭკუიდან შეიშალა და როდესაც შემდეგ გონზე მოვიდა მიხვდა რაშიც იყო საქმე რომ ეს კაცი არ იყო დამნაშავე და მივიდა რომ შენდობა ეთხოვა მამა ვიტალის საცხოვრებელთან და როდესაც შევიდნენ ნახეს რომ გარდაცვლილი იყო მუხლებზე დაჩოქილი ლოცველი გარდაცვლილი იყო და იქ ეწერა ეს ეგვიპტეში ხდება და ქარტიაზე ეწერა რომ ალექსანდრია დიდი ქალაქია ალექსანდრიელნო ესე იგი მალე ნუ განიკითხავთო ვინმეს ალექსანდრიელები მას განიკითხავდნენ
მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოაჩინეს, ოღონდ ეს მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე მას რამდენი სიკეთე გაუკეთებია, რამდენი სული გადაარჩინა. და სწორედ ეს არის, რომ არ ითაკილა მან სხვების სარგებლის გამო, თვითონ ამდენი სიცხილე მიიღო, ხალხში დადიოდა და ყველა მას დასცინოდა, აღუჩადიგდებდა, განიკითხავდნენ, წარმოიდგინე იმის გამო, რომ ის იმ სახლში მიდიოდა. მაგრამ მან შეასრულა ქრისტეს მცნება და იტვირთა თავისი მოყვასის სიმძიმე. ერთხელ მახსოვს, ესე იგი, მე წმინდა ნიკოლოზში მსახურობდი ხოლმე სტიქაროსნათაც, მერე დიაკვნად და ერთხელ მეუფე ანდრია მომბრძანებული ნიკოლოზებას ყოველთვის მოდიოდა ხოლმე. ბევრი ხალხია მოკლედ, აქ ხო მეუფე ანდრია დგას ამბიონს. გვერდით ხო ხალხი ახლოს არიან და ერთ-ერთ ქალს აუტყდა ხველება. და თან ისეა, რომ ახლა წარმოიდგინეთ, ვერც გარეთ ვერ გადის, უცბად ამდენი ხალხი უნდა შეაწუხოს, აი გადატანილია ხალხი ტაძარი და ვერც გარეთ ვერ გადის და თანიკაც ახლა როგორ უხერხულობაშია, მეუფე ქადაგებს და თვითონ ესე მერე მამა გედეონმაც დაიწყო ხველება. მე ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მამაოს არ ახველებდა, მაგრამ იმის გამო, რომ ის ქალი გამოეყვანა მდგომარეობიდან და ფაქტიურად რა უთხრა, ნუ გეშინია, მარტო შენ არ უშლი ხელს, მეც უშლიო და ამის გამო დაიწყო ხველება. და ეგ არის ზუსტად ეგრე სრულდება ღვთისმცნება. აი ეს გვასწავლა უფალმა, ბედნიერნი ხარ თუ ამას მიხვდებით და ამას შეასრულებთ. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ არ უნდა ვითაკილოთ, ესე იგი, ჩვენ არავინ არა ვართ. რომ ვთქვათ, რომ მე ეს როგორ მეკადრება, მე ამას როგორ გავაკეთებ და ვინა ვართ, რომ არ გვეკადრება. სადაც იქ მამა ვიტალიმ ეს გააკეთა. სადაც ესე იგი იმ ძმამ თავისი ძმის შეწოდება გაიზიარა. არა ხორციელად, არამედ სულიერად, ხო, მიიღო ეს სასჯელი, როგორც არ ეკუთვნოდა ისე. და ჩვენც ესე იგი, თუ შევძლებთ, რომ თავი დავიმდაბლოთ და მოყვასის სიმძიმე ვიტვირთოთ და მას ვემსახუროთ. ოღონდ ეს მარტო ლამაზ სიტყვებად კი არ უნდა დარჩეს, აი კონკრეტულად ყოველდღიურ ცხოვრებაში გააკეთო რაღაცა შენი მოყვასისთვის, დაიწყო ცოტადან და მერე უფრო მეტი გააკეთო. დაიწყო იმით, რომ დაუშვათ ჯერ რიგში შენ ადგილზე დადგე, არავის არ გადაახტე წინდან. მერე თუ ახლა ვიღაცის უკანაც დადგები, რომ დაუთმობ და არც კი აგრძნობინებ, რომ შენ იყავი მის წინ, ეს კიდევ უკეთესი იქნება. აი მე რომ გითხარით, ესე იგი, ადრე გავიგე ასეთი რამ იაპონიაში ასე ხდებოდა, რომ რომელიღაცა სამსახურში, ესე იგი, აი რამხელა საზოგადოებრივი და შეგნება აქვს სამსახურეობრივი სიყვარული. ამა თუ იმ კომპანიაში სადღაც ხო ავტოსადგომი არის და ვინც პირველი მივიდოდა, მანქანას ყველაზე შორს აჩერებდა. რატო? რომ ესე იგი, ვიღაც რომ დაგვიანებით მოსულიყო, ახლოსვე გაეჩერებინა და მალევე შესულიყო სამსახურში, რომ არ დაეგვიანა. ხო და ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის ხოლმე, აჰა, მე პირველი მივედი, ყველგან თავისუფალია ადგილი და შეიძლება კაბინეტის წინაც დავაყენო მანქანა, თუ მოსახერხებელია ესე. ხო და აი ეს არის, რომ აი იფიქრო სხვაზე. ეგ არის მაცხოვრის მცნება, აი დღეს ეგ გითხრა მაცხოვრი. ხო და ნეტარნი ვიქნებით ჩვენც თუ ამას მივხვდებით და თუ ამის გაკეთებას დავიწყებთ და ვეცდებით, ესე იგი. ღმერთი შეგეწიოს, აბა ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგითენოთ. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ